მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით მე და ვერიკო ახალი ეპიზოდით. Hi. იმედია, ძალიან არ მოგანატრეთ თავი ახალი K-pop რეაქშენებით. და დღეს ჩავწერთ All Day Project-ის famous-იტვები. მაგით დავიწყეთ. კაი. Don't you try me, I want some more. Don't you play me, we on the floor. Don't you try me, I want some more. Don't you try me, I want some more. Don't you play me, we on the floor. Don't you try me, I want ეს არის ხოდი წუთი. როგორ წერენ ბიჭებს? სამი გოგო ორი ბიჭი. Იცი ხა სამი ბიჭია? ორი ბიჭია და სამი გოგო. ყველა გოგო ერთნაირია. მე ყოველ ვიდეოზე ვერავის ვერ ვარჩევ. ანუ ყველა ვიდეოზე ვერავის ვერ ცნობ. ეს არის ანი ქვია, ანი თუ ან ეს ვიცი. ეს არის ანი. თითოეული ხუდრო. ეს არის ტარზანი. აი, ეხა ეს გავარჩიე. მარტივია. ეს არის ანი. ვაუ, როგორი ეფექტები აქვს. ვაიმე. დანარჩენებს ვერ ვხედავ დიდად. ანუ ზოგადად ვარჩევ, მაგრამ ხრო ვთქვა ჯგუფს უსმენთ და დიდად არა. ეს არის ბეილის სოფ. ქვია თუ სწორად ვამოვსახელს არ ვიცი. ეს გოგო? ხო, ეს არის ქორეოგრაფი. და 16 წლიდან ბევრი ქორეოგრაფია აქვს რა. სხვა ჯგუფების და მე მოინდომა რომ აიდოლი გამახდარიყო რომ ეს გოგო არ კიდე იუნგსელ. რაღაც მოკლე იყო, იცი? სამწუთიანი. საერთოდ გავიდა. არა, მომეწონა ეს კარგი იყო. იცი რა მომეწონა? სპეციფექტები იყო ძალიან მაღალი დონის. და მუსიკაც ძალიან კარგი იყო. შენობაში კაი ეს All Day Project ქვია ესე იგი ამას? ყველაზე ცნობილი სიმღერა მგონია ეს, კიდევ აქვს რამოდენიმე სიმღერა. ეს მოითხოვეს. მე ყველაზე მეტად მომწონს. მოითხოვეს ხალხმა. კი, ერთ გოგო ითხოვდა ძალიან და ეხლა დავწერო და დავიბეც თქო. სკოლიკია. რეიტინგი მივანიჭო 10-დან. იცი რა, მოფიქრობ ეს ლადესაც მოეწონებოდა. შეიძლება 10-დან ერთი მახსენოთ. ის კაციც. ყველა ვიდეოში მაინცაა და. ხო და როგორც ჩანს ყველაში არ არის როგორც ამბობს ხოლმე რა. ხო და 10-დან ერთი 8 ქულას მივცემდი მე. მე ხო ძალიან ისე ვაფასებ ხოლმე. მაგალ ქულებს ვანიჭებ. კარგ ქულებს წერე. დამიწერეთ კარგი კომენტარები მერე. წინაზე მენა BTS-ის იმაზე გავილანძღეთ და. არა, ეს ობიექტურად კარგი იყო. 10-დან 8. ნამდვილად მეც ძალიან მოწონს ეს სიმღერა. შემდეგი არის ხო, ამდენი ჯგუფი თუ იყო, საერთოდ არ ვიცოდი. რას იცახი? აი რას? მე მეგონა ნახევარიც ორი იყო. ნახევარიც არ განგვინხილია კი არა, რავი, ანუ იმდენია რომ რავი, ანუ დედა. თან უფრო და უფრო მეტი მოდის ახალი ჯგუფები რა, უფრო პოპულარული რო ხდება. ქრისტეს დაუწერეთ კომენტარებში ხოლმე. რა გინდათ რომ მოვუსმინათ თიო. კორტისი ან კორტის ზუსტად არ ვიცი, მგონი კორტის არის სახელი. კორტის არ ვუსმენ და მეც პირველად მოვუსმენ ახლა ამ სიმღერას.
ნუ მის სამღერი კი გამიგია. ეს არის Ghost-ი. კი გამიგია მის სამღერი, თუმცა ნუ სრულად არ მოქვს მონასმენ. ჯგუფი მგონი BTS-ის პატარა ძმების იგივე თუ რაღაც ეკეთებს ეძახი. მე იგივე იმიდან არიან. როგორი ზაფხულის ვაიბები აქვს. ესენი ანუ ზოგადად მე ბენდებს რო აკეთებენ თუ ჯგუფებს რო აკეთებენ. მე მეგობრობენ ხო ერთმანეთში თუ აი ხო კამერის წინ ყველა მეგობრობს მე ხა კამერის უკან ვინ როგორ არის ანუ არ ვიცით რა მაგრამ ნუ ზოგს ძალიან ეტყვა რომ მართლა ძალიან მეგობრობენ და ამით დრამა არ ხდება ხოლმე ამით ცნობილი დრამა არ იცით მე არ გამიგია ეგრე ძალიან რაღაცები არ ვიცი არ გამიგია go Sorry, clip so. ის სამღერი ძალიან კაია. Просто განაჩენი დიდად ვერ წავიდა ჩვენთვის. აი რაღაცნაირ სიმღერა იყო, იცი? აი ძალიან განმეორებადი იყო თითქოს ჩემთვის. ზაფხულის, აი მის სამღერი იყო ძალიან ხშირად. თითქოს ერთ და იგივე ტექსტი მეორდებოდა მუდმივად, თითქოს აი რაღაცა კონტექსტის, ანუ კონტექსტი არ ქონდა რა. ნუ კაი სიმღერების ხშირად არ აქვს კონტექსტი, მაგრამ ეს ქართულად ვითხოვთ ხოლმე რომ რაღაცა. ხო, ასე მაგაა. ზოგ სიმღერას საერთოდ აი საიდან რა მოაქვს ხო? ხო და მაგრამ მაინც მე სხვათა შორის ვიდეო მომეწონა რაღაცნაირი ზაფხულის ვაიბებია და ეს ბიჭების სიახლე იყო რაღაცნაირი. მაგრამ მთლიანობაში არ ვიცი 10-დან 6 შეიძლება საკნაკლები. რაღაც მკაცრი ვარ. ხო, არა, ნახე, მის სამღერის ხარჯზე, აი ეს go. აი იყო ძალიან ისეთი რო ჩაგაჯდება თავში და აი ხშირად რო აი ტვინში რო გიმეორებს რა. მაგრამ სრულად სიმღერა რო შევაფასო, ანუ ეგეთი შთამბეჭდავი სიმღერა არ იყო ჩემთვის ახლა პირადად. ნავასე რომ მეც დაბლს აუწერდი ალბათ 10-დან 5. კი, ხანდახან ოდეში შეგაწყვეტინე სიმღერებში ხო არის რომ აი არ მოგეწონება, მაგრამ მის სამღერი შეიძლება გიკვიატოს და ამის სამღერის გამო უსმინო რა. აი ესეთ სტილის მუსიკა ზუსტად რა. ხო, აი ეს ამათი სხვა ეს დაგიწერეს ხო? კი. თვითონ ამის კიდევ ერთ აი ესეც დაგვიწერეს და კიდევ ერთი გამოვიდა ხა red ქვია და ეგეც დაგვიწერეს კომენტარებში. ეს ახალი ჯგუფია? კი, როგორც ვიცი კი. მგონი 1 წლის წინ და არ ვიცი, მაგრამ ნუ ახალ ჯგუფად ითვლება. ხო და ჩემთვის 10-დან არ ვიცი 5 ან 4. ქრისტე უფრო მკაცრია. ანუ სრულ სიმღერას შევაფასებ 10-დან 4 ალბათ. ვიდეო ძალიან ფრეში იყო, ძალიან საზაფხულო იყო როგორც თქვი. ძალიან საყვარლობაც იყო, სასაცილოც იყო. 10-დან ვიდეოს დავწერდი ალბათ 800 ან 900-ად კი. კი 900. მის სამღერს 10-დან 10-ია. მაგრამ აი, უბრალოდ მის სამღერი რა, მაგრამ სრული სიმღერა რო შევაფასო,
ძალიან აკლებს აი ეს. არ ვიცი, რაღაცნაირი უცნაური იყო. ჩემთვის ასე იყო. არ დაგვიწეროთ ხა ის კომენტარები, თუ არ მოგწონთ, ნუ უსმენთ, თუ არ მოვუსმინეთ, ვერ გავიგებთ მოგვეწონება თუ არა. და ასევე ბიჭებს არაფერს არ ვერჩით. უბრალოდ სიმღერას ვაფასებთ სუბიექტურად მოგწონს თუ არა. გადავიდეთ შემდეგ სიმღერაზე. Le Serafim-ის Celebration. ეს ახალია. ახალი გამოსული მეც პირველად ვუსმენ. როგორ დამჩამს ეს? მეგანერი ვიდეო. აი რაღაც უცნაური წელი აქვს წელს ვიდეოების. ესეც იგივე კომპანიიდან. თუ მისდევენ ამ ვიღაცა. ცეკვეთ რომ ისდევენ. ძალიან უცნაური იყო. ხო ხო. აი თავიდან იღები რომ მოიხსნა მართლა მოწმუნდია. სხვათა შორის მუსიკა ამის უფრო მომეწონა ვიდრე კორტისის თუ ქორთისის, მოკლედ როგორც არის. ამის უფრო ამყოლია, უფრო ისეთი დინამიური და მაგრამ ვიდეომ ვერ წაიღო რა. მაგიგვირდება წელი აქ ჰაიპს წელს რაღაც Pinky Up-ით დაწყებული. აი ეს გაბრიელას რომ ღერიან, ხო იცი? აუე, კარგია. ხო, მაგრამ ეს არა, ეს ახალი კამბექი აქვს, ახლა Pinky Up, ხო და Pinky Up-ს აქვს მაგარი უცნაური კლიპი. მე თუ მგითხავთ. ხო და იქიდან მოყოლებული ახლა რასაც უყურებ, ჯერჯერობით ყველა კლიპი მეუცნაურება ჰაიპის რაც ვნახე. ნუ სვიმის გარდა. Le Serafim ქვია? ეს Le მგონი ფრანგული არის ეს. Celebration. Fearless ნიშნავს ინგლისურად, მე მგონი. თვითონ აქაც ამბობდნენ, ხო? აქაც იყო. ამათი პირველი დებიუტ სიმღერაც Fearless ერქვა. როგორც ვიცი. საინტერესო. 10-დან 7 რა. მაინც ბიჭებს ამენტად ახლა ეს მომეწონა. იმიტომ რომ მუსიკა მომეწონა. ჩემთვის გადამწყვეტი მაინც მუსიკა ვიდრე ვიდეო. ხო, ჩემთვისაც ახლა მუსიკა, ამის მუსიკა უფრო მომეწონა. ხოთი 10-დან 9 არის ჩემთვის ახლა ეს სიმღერა. ვაუ, ქრისტი მოусმას ხშირად. კი. ახლა რა გავთიშავ ჯაგვირთოს. ვიდოს რა მორჩევ. ჭავიყოლიო ნატალის. ხოთი შორის ჩემი 3 წლის შვილი პატარა K-pop-ის ფანი გახდა. მე ჩემი პატარა. შემდეგზე გადავიდეთ. Let's go. ეს არის ეს ახალი სიმღერა არ არის. Kiss of Life-ის Igloo სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მათი და მე ძალიან მომწონს. აი მე რამდენი არიან? აღონ ამას თავის კლიპი ესე როგორც მახსოვს არა აქვს და რაც ყველაზე ნახვადია ის ჩავთე. არა, მაგდენი არ არიან, 4 არიან. ისინი ბექნების არიან. Like a 7-figure because I can't imagine me go. Yeah, 'cause I'm so damn high. I got everything that you feeling for. There was some cash in your body. ხაცა მგონია რომ
კორეელები ყველანი ლამაზები არიან და ყველას კარგი ტანი. ინდიელებიც არიან კარგი ტანი რომ ლამაზი გოგოებია. In the night, wanna say what's up? No, this ain't regular. Got the A1 in the schedule. I can feel like a venom. Heart attack. I beat when I walk the street. Vitamins, that D, I'm good, I'm healthy. Every summer I come out, make them disappear like clouds. To me, it's another year. To you, it's all you worry about. Yeah, why keep it so summer? I'm making go dumb duh. He doubled down on that text, says that I'm the only one. Yeah, I'll make you lose his cool. Yeah, we can go. Yeah. I can't melt till I grow. Yeah, 'cause I'm so dead. Yeah, I got everything that you're feeding for. როგორი სინქრონი და ქორეოგრაფია აქვს cool და გადაღებაც სანგარგია. აი ესენი მომეწონა. და ცოტა სხვანაირი სტილი იყო, ხო? ხო, სხვანაირი. მოკლედ ესენი აი 10-დან 8, შეიძლება 9-ზეც გამეკაჩოს. სხვათა შორის მე ცოტა როგორც ესეთი რომ წყნარ მელოდიებს უსმენ და მელანქოლიურს. აი ესეთი სტილის მუსიკები ძალიან მომწონს ხოლმე რა. ამიტომ 10-დან 8.5 იყოს. ძალიან კარგი შეფასება და იმისახო რა. მეც ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. გამოშლის დღიდან ვუსმენ მე მგონი. რატომღაც რო გოგოების ჯგუფები უფრო მომწონს. უცებ. სხვათა შორის აი მიკერცლებული ხანი ვუსმენ K-pop-ს და გოგოების ჯგუფებს უფრო მუღამებ. ვიდრე ბიჭების. თვალი ჭამს რა. თუ გინდა ამოჭრე. ხო, არ ვიცი, გოგოების ჯგუფებს უფრო ვუსმენ სიმღერებს არ ვიცი. მოვუსმინოთ Roses, Toxic Till the End, Blackpink-ის გოგო, აპატა გოგო. კი, ვიცი. ეს მაინც ვიცი, მეგობრებო. ეს Blackpink კიდე აკეთებს უკვე? ეხა ქონათ წელს ბოლო comeback-ი. ბოლო რა, იმედია ანუ ბოლო. ფაქტობრივად დაიშალნენ და ეხლა ცალკე სოლო გააგრძელება. გოგო ხო, რამდენი წლის წინ, 2-3 წლის წინ, 2024-ში ხო? გონი. და ქონათ კონტრაქტი გაუქმდა რა, ეს ჯგუფი და მთლიანად რო იმ კომპანიაში. მე წავინე თავიანთი კომპანიები გააკეთეს და მე ვასაკთან რა ქვია და დაიწყეს სავის სოლო კარიერები და ნუ მაგრამ ჯგუფად მაინც არიან ანუ კონტრაქტიც აქვს თავიანთი რა გაცაგებია და მაგათ კონცერტი ქონდათ ხო და წელს ქონდათ ეხლა ქონდათ წელს ქონდათ comeback-ი და შარშან ქონდათ ისა და ტური კონცერტი იმედოვნებს რომ წავა აი კიდევ ერთხელ თუ ეკნებათ ტური ისე როგორ მაინტერესებს საქართველოში რა აი რო ჩამოვიდეს ეხლა რადგან ყველაზე დიდი არის BTS-ი ვთქვათ რა BTS-ი რო ჩამოვიდეს რა აი ეხლა Blackpink ფანი ვარ მაგრამ ნუ ობიექტურად BTS ბევრი ფანი ყავს რა აი თუნდაც Blackpink-ზე ჩემი აზრით ბიჭებიც ბევრი წავიდოდა ბიჭების კონცერტზე შეიძლება ბიჭები არ წავიდნენ ჩემი აზრით ორივეზე გავისება ყველაფერი აი მეც წავიდოდი მე ხوار ვარ მაგრამ წავიდოდი მე არ ვარ მაგრამ აბა რომელ რეალობაში ჩამოვლენ
His favorite game is chess. Honestly impressive. You had me participated. Back then when I was running out of your place, I said I never want to see your face again. I couldn't wait to see it again. We were toxic till the end. It's even when I said it was over, you heard. Baby, can you pull me in closer? You were. All that I say in my head. We were toxic till the end. And I can't forgive you for all the things, for not giving me back my Tiffany rings. I'll never forgive you for wanting my dear. You wasted my prettiest years. Back then, when I was running out of your place, I said I never want to see your face. I couldn't wait to see it again. We were toxic. It's even when I said it was over, you heard. Baby, can you pull me in closer? You were. All that I say in my head. We were toxic till the end. And we were toxic till the end. And შესავალობა იყო. ფერები წამაზე იყო. ყოფილი დაწერილი ეს სიმღერა როგორც მახსოვს. სავალობა იყო. ძალიან. 10-დან ალბათ ესეც 8 ნახევარზე ეკაჩორდა. დღეს რაღაც კარგი შეფასებები იდება. რატო 6 ხო დაუწერე? მაგრამ მაინც. ой, დღეს ქართისის გარდა ბიჭი არ გყოლიას ხო? მოდი, ეხა მოვსმინოთ იცი რა? BTS მოვსმინოთ. Spring Day. ეს სიმღერა არის, ეხა ჩავთავ Spring Days. და ეს სიმღერა აზრობრივათაც რომ გავიგოთ და უფრო მეტის რომ დავაყოლოთ. ინტერესს რო ვთქვათ. ეს სიმღერა დაიწერა კორეაში მოხდა გემის საქმიან კატასტროფა. ანუ ბავშვები წაიყვანეს ექსკურსიაზე სკოლიდან და უნდა გადასულიყვნენ ჯეჯუს კუნძულზე. ძალიან ცუდი ის შეხვდათ კაპიტანი რა. ხო და გემზე რაღაც არ იყო მოწესრიგებული მგონი და დაიწყო ჩაძირვა. და კაპიტანმა ყველაფერი რიგზიაო. ესა და ბავშვებს ძალიან შეეშინათ და ვიდეოებს უგზავნიან დედებს და ის უგეშინიო. ისო მე რამოდენიმე ისიც არის ვიდეოც არის რომ ანუ შობლებს ეშინიათ ტირიან და მეყვარები რო გადავიცვლები მაგრამ რაღაც ძალიან ესენი რა გულის საწკენი რაღაცები და შობლები ელოდებიან ნაპირზე ადილებით რა და 3 დღე იძრებოდა ეს გემი როგორც მახსოვს და მთავრობა კიდე არ უშვებდა ანუ ახლოს იყო ამერიკის სამხედრო გემები სამხედრო რაღაც გემები მოკლედ ამერიკის და შესთავაზეს რომ დავეხმარებით რა ხო და არაო ჩვენებია დაეხმარებიან და მგონი დროულად არ გაუშვეს თუ არ ზუსტად არ ვიცი მაგრამ მახსოვს რომ სახელმწიფოდან რაღაც ვერ მოხდა დროული ჩარევა და მაგის გამო გადადგა მე პრეზიდენტი ქვეყნის რანერით შეშავა ეგეთი რა ხო და პრეზიდენტი გადადგა მგონი დაიღუპნენ 300 რაღაციდან დაიყო 270 ბავშვი ან სამაშველო ჟილეტები ნავები მოხალისეები მიდიოდნენ მოხალისეები ქირავდნენ ნავებს და გამოყავდათ და რამდენიმე ანუ 100-მდე ბავშვი გადარჩა და მაგ ტრაგედიაზე BTS-მა ეს სიმღერა გადაიღო ესე პირდაპირ არ ჩანს გემდე რაღაც, მაგრამ აი ნაპირზე არის რაღაც კადრები და ყვითელი ბანტი არის მაგის ლოგო. ეგეთ რაღაცები ჩანს. 보고 있어도 보고 싶다 너무 애써보고 싶다 너는 우리 다
이제 얼굴 보는 것조차 힘들어지니까 저기 너도 겨울뿐이야 8월에도 겨울이야 마음은 시간에 달려가네 홀로 남은 설국 열차 이 손잡고 지구반대편까지가 겨울이 끝내봐 그리고 우리 얼마나 눈치를 내려야 그 봄날이 올까 떠드는 저 먼지처럼 저 먼지처럼 나의 널 보게 될까 널 보게 될까 만나게 될까 만나게 될까 두려운 그 뜻이나 다시 본 날이 올 때까지 우리 때까지 그곳에서 다 머물러서 네가 변한 건지 내가 변한 건지 내가 변한 건지 이 순간 흐르는 시간조차 미워 우리가 변한 거지 뭐 모두가 그런 거지 뭐 그래 내가 네가 좀 떠났지만 단 하루도 널 잊은 적이 없었지 나 솔직히 보고 싶은데 난 너를 지울게 그걸 원망하기보단 더 낫지 난 소년의 불던 연기처럼 연기처럼 말로는 친다 해도 사실 난 아직 날 보내지 못하는데 난 꽃이 떠나줘요 또 조금씩 멀어져요 보고 싶다 보고 싶다 보고 싶다 보고 싶다 얼마나 기다려요 밤을 더 세워요 널 보게 될까 널 보게 될까 만나게 될까 만나게 될까 너으려 맘을 쓰면 아침은 다시 올 거야 어떤 어둠도 어떤 계절도 영원할 순 없을 언제나 봐요 이 겨울도 끝이 나요 보고 싶다 보고 싶다 보고 싶다 보고 싶다 조금만 기다리면 며칠 밤만 더 세우면 만나러 갈게 만나러 갈게 데리러 갈게 데리러 갈게 숨겨온 끝을 지나 다시 봄 날이 올 때까지 꽃 피울 때까지 그곳에 좀 더 머물러줘 ვაიმეწან გული ზომეჭუყები კიდე ვიდე რა მართლა სიმღერა ცანგა იყო ეგ საფუძველი რო უდევს ეგ ტრაგედიის საფუძველი რო უდევს უფრო ან თვითონ სიმღერაც ამ კი სიმღერაც რო ავიღოთ აი სულ რომ მეგობარზე იყოს ან არა ხდება ისეთ გულის ამაჩუყებელია მაგრამ ეგ ტრაგედია რო საფუძვლად უდევს ბევრად გულზე მომხვედრია კი ნამდვილად 10-დან შეიძლება 10-იც იმსახურებს ეს სიმღერა არის გენია ხალხ ანუ აი რო დაწერეს ეს სიმღერა ალბათ რავიან მთელი გული ჩადეს შიგნით მასე ცევდიანე ნოტაზე ვასრულებთ დღევანდელ დღეს კიდევ დაგიბრუნდებით კარგად მადლობა ნაყურებისთვის